შემდეგ რაც მოვკვდი, სულ ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ყოველთვის ის ადამიანები მართავდნენ, ვინც ჯოჯოხეთში უკვე იყო ნამყოფი. რადგან შეუძლებელია ასე ზუსტად დაამსგავსო ცხოვრება იმას, რაშიც სიკვდილის შემდეგ ჩემნაირი სულელები ვარდები. ჩემთვის ძალიან მარტივი იყო შევგვეებოდი ამ ყველაფერს. მე ხომ საბჭოთა დროს მომიწია ცხოვრება. მადლობა ამ ხანაკსტანის, რომელმაც ასე ზუსტად გამატარა ჯოჯოხეთის რეპეტიცია. Luka, აგინდა რა? ის რამდენი პრობლემა მაქვს? მაინც რა პრობლემები გაქვს? რომელთა დედა ჩემი თხოვდება. მოდი რა ცოტა ხასიათზე რა გწევს რა? თუკა, გაიცანი, ჩემი მომავალი მეუღლე, ზუკა. რატო? ეწა მომისმინე. თქვენ დაგეკისრათ ჯარიმა 500 ლარღის ოდენობით. თავის მოკვლის მცდელობის გამო. მოდი ახლა. შენი. დადამო. რაგნედო. მე გელა ჯაფარიძის ადვოკატი გახლავართ. გელას ოჯახი გარიგებას გთავაზობთ. თუ არ გნებავთ რომ ციხეში მოხვდეთ, უნდა გადაიხადოთ. ლუკას რაჩიზე? ორი თვეა დეპრესიაშია. გოგოები რაღაც მე რაიმიდან განმოხდა, გაიგე? სვავ, დარხეულია. თავარი თემა არის თბილისის უძველესი ქუჩები. ამ წუთებში შენი გასმის რომ მოვიდა 11 დეკემბრიდან ყოველ ოთხშაბათს საღამოს 9-ზე პანიკის გარეშე GDS-ზე